ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული წიგნების წარდგინებას უმასპინძლა. ღონისძიებაზე 18 სამეცნიერო და სამეცნიერო პოპულარული გამოცემა წარმოადგინეს. ავტორებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე ნაშრომების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიების მიზანია საზოგადოებისთვის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო მიმართულებით ჩატარებული კვლევის შედეგების გაცნობა. აღსანიშნავია, რომ ცენტრი დაარსების დღიდან უძველესი ხელნაწერების ტექსტის გამოცემის, ასევე აქ დაცული სხვადასხვა საზოგადო მოღვაწის პირადი არქივების აღწერის, ისტორიული დოკუმენტების შესწავლის, მინიატურული კვლევებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ მუშაობს. ცენტრი გაწეული კვლევითი საქმიანობის შესახებ წიგნებს ყოველწლიურად გამოსცემს. ცენტრში დაცულია როგორც უძველესი ხელნაწერები, ასევე მე-19 საუკუნეების გამოსჩენილი მოღვაწეებისა და ისტორიკოსების პირადი არქივები. ერთ-ერთი ასეთი არქივი არის ივანე ჯავახიშვილის პირადი საარქივო ფონდი, რომელშიც დაცული არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია სამართლისა და ეკონომიკის ტერმინოლოგიის შესახებ. სწორედ აი ამ ტერმინოლოგიის გამოცემას ისახავს მიზნად ის პუბლიკაცია, რომლის შემდგენლებით ვართ მე და შორენა მურუსიძე. ეს არის ერთობლივი გამოცემა, როგორც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის. ჩვენი ტექსტები არის კრიტიკულად დადგენილი, გამოცემული, შესწავლილი, ის სანდუა უკვე პირდაპირ ხელნაწერის ტექსტს ვერ დაეყნობა მკვლევარი. იმ ხელნაწერს უნდა გამოკვლევა, დადგენა წყარო, საიდან არის დარგმნილი, რა მეთოდით, რამდენად სანდუა, რამდენად არის იდენტიფიკაცია უნდა ავტორთან, ეპოქასთან, 1000 სამუშაოა ტექსტოლოგიური შესაძლებლობა. მხოლოდ აი ამ ეტაპს ამზადებს ჩვენი დაწესებულება. ამის შემდეგ უკვე ჯერი მიდგება ისტორიკოსებზე, ლიტერატურის კვლევარებზე, რომ ისინი გააცოცხლონ და იმ ეპოქის შესაბამისად დაახასიათოთ მათი მნიშვნელობა იმ დროინდელი საზოგადოებისათვის.